ასობით მოწამლული და დაშავებული ადამიანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მხოლოდ მიხეილის საავადმყოფოში 70-მდე დარბეული მიიყვანეს. დაშავებულები არიან ჟურნალისტები, სპეცრაზმა რეზინის ტყვეები დაუშინა ტელეკომპანია იმედის გადამღების ჯგუფის წევრებსაც. სასწრაფო დახმარება 0-33-მა უამრავი გამოძახება მიიღო, საექიმო ბრიგადების სრულ მობილიზაციაზე და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამ დროის მონაცემებით 400-მდე ადამიანია დაშავებული. ექიმების თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებულები არიან ცრემლსადენი გაზით მოწამლულები და ხელკეტებით ნაცემი ხალხი. საავადმყოფოების მიმღებებში ექიმები დაშავებულთა სიებს აკრავენ. იმასაც მიხედეთ რა ის თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებთ ქრონიკის გადამღების ჯგუფების მიერ გადაღებულ კადრებს სხვადასხვა საავადმყოფოებში. Uçulis çalma ubizga. Mati ra jest. საიდან მოგიყვანეს ხოლმე გეტყვით საიდან
ის უნდა რა გასაუბრებელი მე რა